ევროპული წესის თვისება ის არის, რომ ყოველი თაობა განძად თვლის წინაპრებისაგან გადმოცემულ სიმართლეს და საუნჯეს, და ზე თვითონაც ბევრს ამატებს, ართავს, აშენ. აზიაში და ჩვენთანაც, სადაც ყველას დედააზრი ის არის, რომ მე ვარ და სხვა არავინო, ყოველი ახალი თაობა ყოვლად უაზრო, უზრდელი, უტრადიციო, უეცრად სპობს და ლეც წინანდელი თაობის ნაშრომს. ჩვენ საზოგადოებაში ყველად არწმუნებულია, რომ შვენიერ დილას ჩამოგვიფრინდება. ისე რომ თვითონ ხელის განძრევაც არ დავჭირდება ჩვენი ბედის გაუმჯობესებისათვის. ჩვენი ვიმეცადინოთ, ჩვენი ქვეყნისთვის ვიზრუნოთ, მარტო ჩვენი თავის იმედი ვიქონიოთ, მარტო გაძლიერებაზე და განათლებაზე ვიმუშაოთ, მაშინ მეგობარიც გაუჩნდება ჩვენს ხალხს და დამხმარებელიც. გასაგებია ესეთი საზოგადოების მავნებლობა, სადაც თქვენს აზრებს ბრმად იმეორებენ და სადაც კრიტიკული დამოკიდებულების ნაცვლად ხოტბას გასკამენ. ასეთ ვითარებაში ადამიანის გონებას ეუფლება ძირი და იგი სულ უფრო ნაკლებს და ნაკლებს მუშაობს საკუთარ თავზე. უცხოელების შემოსევის გარდა ჩვენი ხალხი მისმა შინაგანმა განწყობილებამ, მდგომარეობამ დაასუსტა და დააუძლურა. ძალა და ძლევა რიცხვსა და სივრცეს კი არა, ცოდნას, ორგანიზაციას ეკუთვნის, იარაღს, წესსა და დისციპლინას. სანამ უმოქმედო ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა შრომას და თავის რჩენას არ შეეჩვევა, სანამ ჩვენი ხალხის ზოგიერთი ნაწილი მეწვედი ძროხის მდგომარეობიდან არ გამოვა, შეუძლებელია ჩვენში ნამდვილი ერთობა დაარსდეს, ან გულწრფელი ძმობა, ან ხეირიანი განწყობილება. ცოდნე და მოხერხებული კაცის ხელში საწამლავიც მკურნალობს და უტვინო ბავშვი რძის საჭამანჩის დაიხრჩობაო. რაც ჩვენი მომავლისთვის საჭიროა, იმას როდი ვიკარებ, მაგიერად მავნებელს გულში ვიხუტებ. გონიერი კაცი და ერი თავისუფლებას თუ ავტონომიას მით იძენს, რომ ანგარიშიანი მართვით ჯერ თავის შინაო, მერე სამრეწველო, შემდეგ საზოგადო, ბოლოს პოლიტიკურ საქმეების მოგვარების საშუალებით იგურებს უმაღლესი სახელმწიფოს საკითხის დამოუკიდებლობის გადასაწყვეტად. ხოლო შინაგანი საქმეების გონიურულად და დამაკმაყოფილებდა მოგვარება უზრუნველყოფს გარედან მოსალოდნელ საშიშროებას და მოგვიტანს საგარეო დიდებას. დიდი უბედურება ხალხისთვის, როცა მისი გონებითი და ფიზიკური ძალა დაფანტულად და უგზო უკლოდ იხარჯება. შრომისა და ძალის შეერთებით და ერთი მიზნისაკენ მიმართვით ხალხი იმისთანა საქმეებს ახერხებს, რომელსაც ვერც ერთი კერძო პირი, რა გინდგონიერი იყოს, მარტო სულად ვერ მოერევა და ვერც 1000 ან 10,000 გენიოსი ცალ-ცალკე მშრომელი ვერ გაარიგებდა.